რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას? ამერიკის ჯერისა უმოქმედი ელჩის განცხადებებმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. შეურაცხმყოფელი მუქარის შემცველი არასერიოზული. ასე ფასდება იმ წერილის შინაარსი, რომელიც რობინ დანიგანის ინფორმაციით ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ ამერიკის პრეზიდენტისთვის გადასაცემად მიაწოდა. დანიგანი, რომელიც დიპლომატიურ მისიას ვადაზე ადრე წყვეტს და დაკავებულ პოზიციას ტოვებს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ნორმალიზების ერთ-ერთ პირობად ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტას ასახელებს. გულისხმობს თუ არა ელჩი იმ წერილს, რომელიც პრემიერმა ცოტა ხნის წინ ტრამპის ადმინისტრაციის სახელზე საჯაროდ გაავრცელა და იქვე მიუთითა, რომ მსგავსი შინაარსის წერილი ოფიციალურ ვაშინგტონს დახურული წყაროებითაც მიაწოდეს. დამატებითი დეტალები აღარ დაზუსტებულა. მმართველი გუნდისთვის გადამდგარი ელჩის გზავნილები საინტერესო არ არის, თუმცა ქართული ოცნების წევრები არ უარყოფენ, რომ მსგავსი გზავნილები დამაზიანებელია ორი ქვეყნის ურთიერთობის გადატვირთვის პროცესისთვის, რომელსაც ხელისუფლება უკვე დაწყებულად აცხადებს. ასეთი პირობით დაიწყო თავის დროზე დეკადის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაბრუნების ისტორია. პირობით, რომელსაც თან ახლდა კონკრეტული გეგმა 10 კონკრეტული ნაბიჯით Deep State-ის წინააღმდეგ. პირობა პრეზიდენტს არც შემდეგში დავიწყებია და საარჩევნო კამპანიის დასასრულსაც დონალდ ტრამპი საკუთარ განცხადებებში საკმაოდ მკაცრი და მკაფიო იყო, როდესაც ხმამაღლა ამბობდა. ან Deep State-ი გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ გავანადგურებთ მას. განადგურების გეგმა როგორ სრულდება? შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახლა უკვე რეგულარულად ისმენს საკუთარი მთავრობის წევრებისგან. ამ ვერტიკალში ყველა თითქოს ერთ აზრზეა და ერთ პოლიტიკას ატარებს, თუმცა როცა პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წევრები ერთს ამბობენ, საქართველოში ელჩი, რომელიც წესით ამავე ადმინისტრაციის პოლიტიკის ოფიციალური გამტარებელია, იგივე თემაზე, ანუ Deep State-ზე, როცა ამ სიტყვას საქართველოში ახსენებენ, სულ სხვა რამეს ამბობს. ეს სასაცილოა, უცნაურია, შეთქმულებითია და სასაცილოა. ასე ფიქრობს უკვე თითქმის ყოფილი ელჩი, რომელიც თვის ბოლოს საქართველოდან წასასვლელად ემზადება. ნახევარსაათიან ინტერვიუში რობინ დანიგანმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან უთანხმოება არ აქვს, რომ ის საქართველოდან არ გაუწევიათ და საკუთარი ნებითა და სურვილით მიდის. თუმცა წასვლამდე დიპლომატი ფაქტია, კიდევ ერთ ხმაურიან თემას ტოვებს დისკუსიისთვის. მიანიშნებს რა, რომ უთანხმოება ტრამპის ადმინისტრაციასთან უფრო საქართველოს ხელისუფლებას აქვს. მეტწილად კი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მაისის ბოლოს ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა ტრამპის მთავრობის გზავნილები მოესმინა. მან შეგვატყობინა, რომ სურდა შეხვედრა, ეს იყო 2024 წელს, თქვენს არჩევნებამდე დაახლოებით მაგ დროს. მაშინ მე და ჩემმა ხელმძღვანელობამ ვაშინგტონში გადავწყვიტეთ, რომ ეს იყო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ზუსტად არჩევნების წინ. თუ სწორად მახსოვს, ეს ძალიან ახლოს იყო თქვენს არჩევნებთან და შემდგომი ვითარება აქ ძალიან სწრაფად გართულდა. 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ დაიწყო პროტესტი, ასე რომ ეს ძალიან პატარა ფანჯარა იყო და ეს ბაიდენის ადმინისტრაციის დასასრულს ხდებოდა, მაგრამ მან არ მიიღო ტრამპის ადმინისტრაციის შეთავაზება, რომ მე შემხვედროდა. ამ შეთავაზებაზე უარი, როგორც საელჩო 28 მაისს გავრცელებულ განცხადებაში იტყობინებოდა, ქართული ოცნების დამფუძნებელმა რობინ დანიგანს 22 მაისს უთხრა. ამ დროისთვის ბიძინა ივანიშვილი შეერთებულ შტატებს უკვე 5 თვის დასანქცირებული ჰყავდა. რატომ არ იყო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე? თვენახევარის საკმარისი დრო შეხვედრისთვის ელჩი არ აკონკრეტებს. თუმცა ფაქტია, რომ უკვე 29 ნოემბრიდან 27 დეკემბრამდე არასრული ერთი თვე იმავე წარმავალი ადმინისტრაციისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა და სანქციების პაკეტის გამოსაცემად. კიდევ ერთი სკანდალური დეტალი ელჩის ინტერვიუში უკვე წერილს უკავშირდება, რომელიც ღია წერილის გამოქვეყნებამდე დახურული წყაროებით ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მთავრობამ გააგზავნა პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის სახელზე. რობინ დანიგანი ამბობს, რომ ამ წერილით პატარა კავკასიური ქვეყნის ხელისუფლება ზე სახელმწიფოს არც მეტი არც ნაკლები ამ დრომდე უცნობ თემაზე მუქარას უთვლიდა. ოცნების ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში, უკიდურესად ცუდად. ამ როგორც რობინ დანიგანი ამბობს, ცუდად აღქმული საჯარო წერილის შემდეგ საქართველოში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილების გასახმოვანებლად სენატორი დეინსი ჩამოვიდა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. აი 16 ივნისს კი ელჩი თავად ახლდა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის მრჩეველს White Talks. თუმცა ამ ბოლო შეხვედრის შესახებ არც ფოტომასალა და არც ინფორმაცია საელჩოს ონლაინ პლატფორმებზე არ იძებნება. ამ ვიზიტებს ელჩი არც 30 წუთიან ვიდეო ინტერვიუში ახსენებს და ჩნდება შეკითხვა, რატომ. მე არ ვიცი ამ ადამიანს რეალურად რა ამოძრავებს, რატომ აკეთებს ასეთ ხისტ შეფასებებს
ამ კომუნიკაციასთან დაკავშირებით და ზოგადად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. მე მინდა რომ ძალიან ფრთხილი ვიყო ჩემ შეფასებებში, რათა მისგან განსხვავებით ხელი არ შეუშვალოს საქართველო-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას. როგორც საჯაროდ, ასევე არასაჯაროდ ჩვენ არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა ახალ ადმინისტრაციასთან და ამ გუნდის ახალ წევრებთან. ამიტომ აქ არაფერი დასამალი რა თქმა უნდა არ არის. თავად პრეზიდენტ ტრამპის მიერ პროპაგანდისტობაში მხილებული რადიო თავისუფლება ავრცელებს გადამდგარი ელჩის ინტერვიუს, არც ერთი, არც მეორე ჩვენთვის საინტერესო არ არის. გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს და ჩვენონ შორის ვადამდე ვინ გადადგა, მე მგონი ყველა ხედავს, ასე რომ ყველაფერი გასაგებია. ხელისუფლება, ანუ ამ შემთხვევაში მეორე მხარე ელჩდანიგანს დიდხანს ახსენებდა თავად პრეზიდენტ ტრამპის გამოუქვეყნებელ წერილსაც, რომელიც 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტის სახელზე მოვიდა და რომელშიც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის მოლოდინზე საუბრობდა. რატომ არ გამოქვეყნდა პრეზიდენტ ტრამპის წერილი? 30 წუთიან ინტერვიუში ამ თემაზე რობინ დანიგანს არც შეკითხვა მიუღია და არც თავისი ინიციატივით უსაუბრია დეტალებზე. ყოფილი ელჩისა და მოქმედი ხელისუფლების ურთიერთობაში ახლა გაცილებით მეტი შეკითხვა ჩნდება და ვიდრე არ არსებობს ვერბალური პასუხები, დაფიქრებად, მოვლენათა თუნდაც ბოლო თვენახევრის ქრონოლოგია ღირს. მაგალითად, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საელჩო აქვეყნებს სახელმწიფო მდივნის მისალოც ტექსტს, რომლის ადრესატიც ზოგადად ქართველი ხალხია. 27 მაისის დილას უკვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასაჯაროებს დონალდ ტრამპის მისალოც გზავნილს სამომავლო თანამშრომლობის მოლოდინით და იწყება შეკითხვების დასმა. რატომ არ გამოაქვეყნა წერილი თავად საელჩომ? 28 მაისს საელჩოს გვერდზე ახალი განცხადება ჩნდება, სადაც პრეზიდენტ ტრამპის გზავნილზე ისევ არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ იკითხება, რომ ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილისგან შეხვედრაზე საბოლოოდ უარი 6 დღის წინ, 22 მაისს მიიღო. გადის კიდევ რამდენიმე დღე და უკვე 5 ივნის ცნობილი ხდება, რომ ელჩი თანამდებობას ტოვებს. ამ ქრონოლოგიაშიც დაფიქრებად შესაძლოა ბევრი რამ ღირდეს.